პატიმრის წერილი მივიღეთ ციხიდან, ეს იყო ადრე უცნობი ქალი მიყვებოდა მის წარმოდგენას ზღვაზე, რომელიც არასოდეს ენახა, მაგრამ ეგონა რომ ზუსტად ისეთი იყო, როგორიც სამისი საპატიმროს თავზე. ჩემთვის მისი ძლიერი მხარე ბრალის აღიარებაა და ალბათ სწორედ ამიტომაც შეძლო ცხოვრების გაგრძელება სრულფასოვნად. ვინც დანაშაულს ჩადის, მაგრამ არ აღიარებს პრობლემასაც ვერასოდეს აგვარებს. ჩემი მეგობარი მაკა მოსიაშვილი ნამიბაშოვში. იცი არის შენ აქ მოყოლილი გაქვს ციხეთ საკანიც ყველაფერის და ამიტომ შენთან დღეს სხვა რაღაცების გარკვევას ვთილობ. წმინდა ქალურ ემოციურ ამბავს, იმიტომ რომ ყველა სხვა პატიმარი აქ რომელიც ყავდა ყოფილი პატიმარი პოლიტიკურ ნაწილში იყვნენ და აბსოლუტურად სხვა თემაზე ვსაუბრობდით. შენთან წმინდა ადამიანური რაღაცები მაინტერესებს. აი საპყრობილეში რომ შეხვედი და კარები რომ მოგიკეტეს და შენი სამი შვილი და ქმარი რომ გარეთ დატოვე. პირველი სამი თვე იყო კრიზისი და სულ ვამბობ ხოლმე რომ საკანი ადამიანისთვის არის საავადმყოფოს ცუდი პალატა, სადაც როგორც ექიმს ისე ელოდება ადვოკატს და ხშირ შემთხვევაში უნუგეშო ექიმები არიან ხოლმე ადვოკატები. ეს სამი თვის მერე ცოტა შეჩვევა იწყება ხოლმე. მაკა იჯდა ეკონომიურ დანაშაულზე და მოსჯილი ჰქონდა 7 წელი. რამდენი იჯდა? 5 წელი, 9 თვე და 11 დღე. როგორი დათვლილია? როგორი დათვლილია? აი ეს ლეიბებს გვაძლევდნენ და ამ ლეიბს ბამბას გამოვაძრობთ თქო და ერთი ნელი ყავდა. მაჭარაშვილი კარგი ქალი იყო და მე მახსოვს პატიმარი დედა, რომელმაც გაიგო ციხეში, რომ შიმშილობდა. ამბობდა, რომ თავისუფლება მინდა, უკანონთა ვარ დაჭერილი. ხა, რამდენად უკანონო იყო სამართლიანი ეგ არ ვიცი, რა თქმა უნდა, მაგრამ 7 წელი ქონდა მისჩილი. ხო. და შიმშილობს და ჩვენ ვართ ანუ ზონაზე ესეთი გაშლილი ტერიტორია ზონა და რადგან ეს შიმშილობს, ეს არის იზოლირებულ ფარჩი სამარტო საკანში სხვა კორპუსზე და დირექტორმა გთხოვა რა მე და ჩემს ორ მეგობარს იქ რომ იქნებო გადახვიდეო და შიმშილობა შეაწყვეტო. არა მეთქი რა საბობ მეთქი. კონსტიტუციურ უფლებას როგორ დავარღვევთ ხო? მისი შვილი დაიჭირესო. ყველაზე მძიმე წუთები ეს იყო და ყველაზე ნიშანდობლივი ისტორია ეს იყო. მისი შვილი იყო გოგო. და უნდა შემოეყვანათ მათ. შემოყვანილი იყო უკვე ერთ-ერთ საკანში იჯდა. ანუ აქეთ ერთი კორპუსი, აქეთ მეორე და იმ კორპუსში სადაც შიმშილობდა ეს, იმის მოპირდაპირე კორპუსში მისი შვილი იყო უკვე და გადავედი და მე ვუთხარი რომ აუ როგორ გამიხარდა, როგორ მიხვდით რომ დღეს ჩემი დაბადების დღეაო და აი ისეთი ცუდად გავხდი რომ მე იმას ეგონა რომ ჩვენ გვახსოვდა, რა გვახსოვდა, არც გვახსოვდა, არც ვიცოდით. მე ვუთხარი რომ არა მეთქი, მე მაგას ვინ მეტყვის მეთქი და მოდი შეწყვიტა მეთქი და მე ერთად დავიწყოთ მეთქი და არა თქვენც მოგისყიდეთ, მე ჩემი მეგობრები, მეგონთან ისტერიკაში შედის და არ შეიძლება ახლა მოკიბით უთხრა ადამიანს უბედურება რა. უნდა უთხრა პირდაპირ და მორჩა. მე ვუთხარი შენი შვილი მესამე საკანშია. შემომხედა და მე მასეთი შვილი არ გამიზრდიოდ. არც მე არ გაუზრდივარ დედა ჩემს ესეთი მეთქი. და გაგიშდა და დავიჭირე და ისტერიკა დაემართა საშტელა. რაღა შიმშილობა ახსოვდა და ის ჩვენზე წინ მორბოდა ზონაზე და დირექტორს ეხოწებოდა რომ შვილი მაჩვენე რა მოხდაო. ყველაზე, ანუ ამ ისტორიას აქ ერთი კარგი საინტერესო რამე. გორში იყვნენ 4 ბავშვი წასული სტუდენტები. საკეიფოთ. და რომ იქეიფეს. გვინდო გამოელიათ. და 4 ბავშვიდან ერთ-ერთმა თქვა რომ ბაბუა ჩემს აქო იქო ქვევრშიო, მარანშიო. გამოვიტანოთ ცილდრესო გამომყევითო და რომ მივიდნენ 20-იანი არ იყო, ანუ 10-იანები იყო. და ეს 10-იანი რო წამოვა შუშისაა რა და ერთი ყოფეზო რო გადმოდიოდნენ, გაუტყდათ, ხო? და მეორე წაიღეს და დალიეს. ბაბამისი შევიდა და ნახა რომ ღვინო აღარ იყო. და იჩიულა. და ეს იყო დანაშაული, მაშინ სხვა სამართლებრივი სისტემა იყო. ეხლა ანუ შეკრებითობა აღარა გვაქვს. 4 ადამიანი დაიჭირეს
20 ლიტრი ღვინოსთვის. იმ გოგოს შვილზე ვლაპარაკობ. ის იყო ერთი გოგო და 3 ბიჭი. მოიცარ, რამდენი ხანი იჯდა ბავშვი ღვინის ქურდობისთვის, ბაბუამისის? და 2 თვე დაახლოებით. სულ ყველანი ბაბუამის რო ღვინო მოპარა? 4 ბავშვი იყვნენ 2 თვე და ეს არის ძალიან ისეთი კარგი ისტორია, кейსი, რომელიც ბევრ რამეს, აი უყურებ, ბევრ რამეს შეიძენს. დედას რა გაეხარდებოდა ბავშვი რო ეტყოდა რომ ღვინის ქურდობისთვის იჯდა? გადავიდა და გაგიჟებული იყო დედამისი და დედამის უთხრა რომ ეს და და დედა რაზე იჯდა? დედა იჯდა ტრაფიკინგზე. მაგის რა ინტერესებს? არა, მაგას არც აუყვები. მე იმას უყვები რაც ეხლა მე ერთ ისტორიას მოვყვები კიდე და ამ გადაცემაში მარტას ხსენება იქნება ყველაზე კარგი. მარტა იყო 15 წლის რო დაიჭირეს. მარტას ყავდა 2 ძმა, თავიზე ორივე პატარა. შეიძლება ცრემლები მომივიდეს, არ გაგიკვირდეთ. მარტას ყავდა ლოთი, დედა და მამა. და დაეღუპნენ, დედაც და მამაც. ხო. ვალები დარჩათ ამ მშობლებს რაღაც ერთოთახიან ფარდუში თუ სადღაც ცხოვრობდნენ და მარტა დარჩა ქუჩაში. ხო. თავის ძმებთან ერთად. და მარტა ვარდებს ყიდულობდა თბილისის გარეთ რომელიღაც სათბურში და სასტუმროში სადაც დაინახავდა გოგოს და ბიჭს მიდიოდა და ამ ვარდს მიყიდიდა ხოლმე და ის ბიჭი ახლა აი როგორ ვთქვა ვინუჟდენი იყო და 5 ლარს მისცემდა 10 ლარს მისცემდა და ასე აგროვდა ფულს და ინახავდა თავის ძმებს. მე აკრძალესო როგორც მარტა ყვებოდა რესტორნებშიო ვარდით ჩემი შესვლაო რომ ეხა მარტა გამოპრანჭული ხო არ იქნებოდა მარტა იქნებოდა რესტორანი არ უშვებდა ალბათ მაგას ვერავინ არ აგზავდა მაგრამ რესტორნები ყოველთვის არ უშვებდა რესტორანს ქონდა თვითონ ანუ დაცვა აღარ უშვებდა რესტორნი ბუნებრივია თორე ეხა მაგას ქუჩაში ვერავის ვერ აუკრძალა და ანუ მარტას ეს ბიზნესი ჩაუვარდა ძმას უთქვია რომ ძალიან მინდა ხორციო და გახსენდა მარტას რომ იმ მაღაზიის წინ სადაც მათხოვრობდა ერთი სომეხი კარინა მოდიოდა ხოლმე ეს ეყვებოდა და იმიტომ უყვები ანუ ქსენოფობია არაფერს შუაში არ არის რომელსაც კვერცხებს აბარებდა მაღაზიაში და ადგა დაელოდა იმ კარინას და გაყვა უკან რომ კარინა რომ დაიძინებდა ღამეო გადამს მოვიპარავდიო და ჩემ ძმასო კარდონის ყუთები ასე მოუგროვეო და უთხარიო რომ შენ ანთეო კოცონიო მეორე ძმას უთხარი დაეხმარეო ერთი ქვაბი მქონა მოტანილი სანდაგვიდან და ეს ქათამი უნდა მოეპარა მოეტან და ეჭამა მოკლედ მოხდა ისე რომ დაიჭერეს მარტა როცა ამ ქათამს იპარავდა რამდენიმე ქათამი იყო გადაბმული ერთმანეთზე რომ მოკიდა ამას ერთ ქათამს აკრიახდნენ ეს ქათმები გამოვიდა კარინა დაიჭირა მარტა ქეჯოში და დაურეკა პოლიციას და წაიყვანეს მარტა პოლიციაში და სასამართლოზე რო ყვება ამ ამბავს მოსამართლეს ვერ აჯერებს რომ შიო და მის ძმას ის კიდევ ვნევა შინაური ფრინველის მოპარვის მცდელობისათვის 4 შინაური ფრინველის მოპარვის მცდელობისათვის 4 წელს პირობით მოგცევა. ანუ ჯერ სასჯელს ჯერ ისეა რა და ეს ადგა და უთხრა მამალიც დასაჯეთ და როგორო და მამალმა ძუძუში ჩამკორდნა. ხოდა ანუ მარტა იყო ძალიან პატარა სამწუხაროდ მარტა გავიდა მერე იმ 4 წელი პირობითით და როგორც ხდება ხოლმე ესეთ ბავშვები მეორე ჩაიდნენ დანაშაულს მესამედ მე აღმოჩნდა რომ მისი ერთ-ერთი ძმა წებოთი ანუ ნარკოტიკით დაიღუპა და ბოლოს მარტამ 3ჯერ მოიხადა სასჯელი და ბოლოს მარტას ცხოვრება იმით დამთავრდა რომ 2013 წლის ბოლოს ის მთვრალი მიდიოდა ქუჩაში მანქანამ დაარტყა და გარდაიცვალა ჩვენი მარტა მარტა კარგი გოგო იყო. ნუ ციხეს აქვს ყველაფერი პლუსით და მინუსით და მინუსი რომელიც გამოყვა. ვერ ვივიწყებ. ხო, მაგრამ ღირს რო დაივიწყო, ეს ხო შენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი. ხო, არა. არ აღეს ალბათ. რატო უნდა დაივიწყო რა? მინუსი ალბათ ისა რომ სულ სინდისის კენჭ და მაგ შინაგანად ხოლმე მე რატო უნდა მომსრულო? მე მგონია იმიტომ რომ ბევრი იჯებოდა. 2 წელი რომ ჯდარიყავი, მგონია რომ იქნებოდა კარგი გამოცდილება. 2 წელი რო ყოფილიყავ, იქნებოდა კარგი გამოცდილება. მიყვარხარ, და შენს სტუმრებში ხელიდან არ